რეალურად არაფერი არ იქნება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ სამართლებრივი გაგრძელება ამას არ შეიძლება მოყვეს და პაპუაშვილმა თქვა კიდევაც რომ გაგვიჭირდებაო ალბათ მისი ჩამოტანა. და მაგიტომ ხომ არ არის რაღაც კონსპირაციებში რომ შესაძლებელია ყველაფერი. მეორე მხრივ ჩვენ ხო გვახსოვს თქვენს ეთერშიც განგვიხილავს ჩვენი სპეციალური ღონისძიება, როდესაც ემირატებიდან ჩამოვიყვანეთ, ხო, ჩვენი ძებნილი და ეხლა ჩამოვიყვანონ პეტერბურგიდან, მე ეს უფრო გამიხარდება, მაგრამ სინამდვილეში ეს ხო ასე არ არის. აი ამაშია საქმე. ეხლა ნახეთ ის რამაც ჯანგველაძე და ფარცხალაძე დააპირისპირა, ის მიზეზი ხომ არ მოშლილა. ის მიზეზი ხომ საქართველოში ეს ხო რაღაც არალეგალური ბიზნესია, რომელიც არც თქვენ იცით, არც მე ვიცი, არც კოლეგამ იცის, არავინ არ იცის. აი ამ კრიმინალური პროცესების ჰაბი გახდა საქართველო და როდესაც კრიმინალური პროცესების ჰაბი ხდები, მერე წესიერი ინვესტიციების ჰაბი ვეღარ ხდები, არ ხდება. ერთდროულად ხო მერე აღარ შეიძლება. რატო? იმიტომ რომ ამ კრიმინალური პროცესების ჰაბს ჭირდება კრიმინალური მეტასტაზებით გამსჭვალული სამართალდამცავი სისტემა და სახელმწიფო სისტემა, იმიტომ რომ შენ ეს უნდა დაკრიშო ეს ყველაფერი, სხვანაირად არ გამოვა. თუ ეს ასეთია, მაშინ არ არსებობს სასამართლო. თუ სასამართლო არ არსებობს, ნორმალური ინვესტიცია არ შემოდის. მათ შორის არ შემოდის არც არანორმალური ქვეყნებიდან არ არის აუცილებელი რომ გერმანული ინვესტიცია არ შემოვიდეს. აი სხვა ქვეყნებიც კი რომელსაც ახლა არ დავასახელებ, რადგან ასეთი ზედსაც თავის სახელი ვახსენე, მაგრამ არადემოკრატიული ქვეყნებიც კი არ დებენ ინვესტიციას, იმიტომ რომ თავის ფულის დაცვა ყველას უნდა, იქნება მონარქი, შეიხი თუ თქვათ აიათოლა, არა აქ ამას მნიშვნელობა. ამიტომ არაფერი არ იქნება ამ კონტექსტში, იქნება ახალი მტრის ხატი, რომ ფარცხალაძე ისევე როგორც მე საერთოდ ეჭვი მრჩება, რომ რაში უნდა ჭირდებოდეს ოცნებას ამას რომ აცხადებს. ხო ეს ყველაფერი მას შეუძლია არასაჯაროთაც გააკეთოს. მე ვფიქრობ, რომ ამით რუსეთი აკეთებს დასავლეთთან ხიდების საბოლოოდ ჩანგრევას, იმიტომ რომ თუ ქართველი ამომრჩევლისთვის, რომელიც ამომრჩეველიც აღარ არის, ამ ლოგიკას თუ მიუყვებით, ეს სტრუქტურა მისაღებია 6 თვის, 1 წლის, 2 წლის, 3 წლის მანძილზე, მაშინ საქართველო არ ყოფილა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ხო? იმიტომ რომ წარმოუდგენელი ახლა დღეს გითხრან, რომ მე 6 წელი ვეფარებოდი იმას, ვინც აღმოჩნდა მკვლელობის შემკვეთი. ეს ხო პოლიტიკური თამაში აღარ არის, სადაც ადამიანი შეიძლება ბევრი რამ მიუტევო პოლიტიკოს, ხო? ჩვეულებრივი კრიმინალია, კაცმა დაუკვეთა, ასე ვთქვათ, მკვლელობა, ხო, რომელიც განხორციელდა. და სიურპრიზიც არ არის მაგაშია საქმე. ეხლა ჩვენ ეს შოკის მომგვრელი არის თვითონ ვამბობენ თუ თქვათ არსებობს რაღაც კარის თამაშები იქ და კობახიძე ებრძვის თქვათ იმ წინა გავლენებს, იქნება ეს ღარიბაშვილი თუ ასე შემდეგ და კონკურენტებს იშორებს, ასეთი თამაშები მეფის კარზე როგორც წესი ხდება ხოლმე გაუხმაურებლად, ძალიან წყნარად, შვიდად ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც გვახსოვს, გაქრებოდნენ ხოლმე ადამიანები და მე ენციკლოპედიაში აღარ იყვნენ, საერთოდ აღარ იყო მათი გვარები, ხო? ამას რომ ახმაურებენ, ეს მათ რაღაცაში ჭირდებათ და მე ვფიქრობ, ეს ზუსტად იმისთვის არის საჭირო, შესაძლოა პარტიაში შიდა თამაშებია და ამას აკეთებენ, მაგრამ რუსეთი ამით აკეთებს იმას, რომ დასავლეთი საბოლოოდ დაარწმუნოს, რომ საქართველო არის ის კულტურა, სადაც დემოკრატია არ მუშაობს. რატო ვფიქრობ ამას? იმიტომ რომ რუსეთისთვის საქართველოში და უკრაინაშიც და სხვაგანაც სახიფათო არის დემოკრატია. არაფრის არ ეშინია რუსეთს, არც ნატოში ჩვენი გაწევრების ზღაპარია საერთოდ რომ თითქოს ნატოს გამო შეიძლება ომი დაწყებულიყო. რუსეთმა ძალიან კარგად იცის რომ 28 და ეხლა უკვე 30 სახელმწიფო ვერასდროს ვერ მივა საერთო კონსენსუსზე რომ რუსეთს თავს დაესხას. ნატო არ არის რუსეთისთვის საფრთხე. დემოკრატია რუსეთისთვის საფრთხეა, იმიტომ რომ თუ საქართველო დემოკრატიული განვითარებით წინ წავიდა, მაშინ რასაკვირველია რუსეთშიც არის წარმონაქმნები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენც გვინდა დემოკრატია, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთს შეიძლება ამით, ამ გახმაურებული სკანდალებით, ამ არაადამიანური რაღაც კოლაფსებით წარმოადგინოს, რომ ქართველი ხალხი შეგუებულია და ქართველი ხალხის ნება არის, გარკვეული, ვთქვათ, თურქმენეთის მსგავსი რეჟიმი, სადაც დინასტიური გადაცემა შეიძლება იყოს თანამდებობის და ამავდროულად არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე მაგარი ცხენოსანი, ყველაზე მაგარი მუსიკოსი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, როგორც არის თურქმენეთში, ვთქვათ. მე ვფიქრობ, ეს შეიძლება ამას ემსახურებს, იმიტომ რომ სხვა ხსნა უბრალოდ არ აქვს. როგორ შეიძლება ასე პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი რეიტინგი დააგდოს, თავის პირით გითხრას, რომ ყველა ჩემი პრემიერი იყო, მეკრთამე, ყველა ჩემი უსაფრთხოების ხელმძღვანელი იყო, მოღალატე, თავდაცვის მინისტრი ჯანდაცვის სფეროში ფულს აკეთებდა, ჰოსპიტალის ისიც ხო გააჩნია. სტინგერები გაყიდე და იმაში იშოვე ფული და კატეს საბავშვო ბაღის ანუ ხო ხდებით? რაღაც ბენეფიტს ბავშვებს აკეთებდნენ და უსათუოდ დამალავდა და დაფარავდა და
შეიძლება სხვა რამეზე დაეპატიმრებინა. ამის შესაძლებლობა აქვთ პროპაგანდითაც და მორჩილი სამართალდამცავი სისტემითაც, ხო? თქვათ ესეთი. აი ამას რაღაც შორს გამიზნული, მეც არ მინდა ხა კონსპირაციაში შევიდე, მაგრამ არ მგონია რომ ისინი ამ დონეზე ალბათ ივანიშვილი არ